მოგესალმებით. დღეს ერთად ჩაუღრმავდებით, ალბათ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წიგნს თვითგანვითარების სფეროში. ეს არის ნაპოლეონ ჰილის „იფიქრე და გამდიდრდი“ და მინდა გითხრათ ეს უბრალოდ წიგნი არ არის. არა, ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით წარმატების მზა გეგმა, ერთგვარი ნახაზი, რომელიც წარმოიდგინეთ თითქმის საუკუნეა დღემდე მუშაობს. წიგნის მთელი არსი მისი ბირთვი აი ამ ერთ ფრაზაშია: აზრები მატერიალიზდება. რას ნიშნავს ეს? ძალიან მარდიმ რამეს. ყველაფერი, რასაც ჩვენ ირგვლივ ხედავთ, აი ნებისმიერი რამ, თავიდან იყო ვიღაცის თავში როგორც უბრალო აზრი. ანუ რასაც ფიქრობთ, რაზეც კონცენტრირდებით, საბოლოო ჯამში სწორედ ის იქცევა თქვენს რეალობად. და ხომ ხდებით ეს ჰილის მოგონილი ფილოსოფია არ არის. წარმოიდგინეთ, მან 20 წელი დახარჯა, რომ შეესწოლა თავისი დროის 500-ზე მეტი ყველაზე წარმატებული და მდიდარი ადამიანი. ჩვენ ვსაუბრობთ ენდრიუ კარნეგიზე, თომას ედისონზე, ჰენრი ფორდზე. მან ფაქტობრივად გაშიფრა მათი წარმატების კოდი. ასე რომ რაზეც დღეს ვისაუბრებთ, ეს არ არის თეორია. ეს არის ისტორიის ტიტანების მიერ გამოცდილი დადასტურებული და მოქმედი სტრატეგია. კარგი, მოდით ვნახოთ ჩვენი დღევანდელი გზამკვლევი. ჯერ გავიგოთ, რას ნიშნავს, რომ აზრები მატერიალიზდება, მერე ეტაპობრივად გავივლით სამ მთავარ ნაბიჯს. პირველი, გონების ძალა, მეორე, იდეიდან მოქმედებამდე და მესამე, ფარული ძალების გამოყენება. და ბოლოს შევეხებით მთავარ მტერს, რომელიც ყველას გვაქვს, შიშს. დავიწყოთ. პირველი ნაბიჯი, რომელიც არის ყველათვლის საფუძველი. იცით, სანამ სახლს ააშენებ, ჯერ ხო საძირკველი გჭირდება. აი, წარმატების შემთხვევაშიც ზუსტად ასეა და ეს საძირკველი, ეს ფუნდამენტი არის თქვენი გონება. კაი, რისგან იწყება ყველაფერი? სურვილისგან. ოღონდ აქ არ ვსაუბრობთ რაღაც ზოგადოცნებაზე. აი, კარგი იქნებოდა მქონდეს. არა, ხასინგი გულისხმობს მწველ, პულსირებად აკვიატებულ სურვილს. ისეთს, რომელიც გონებას გიპყრობს და თქვენს მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცევა. ნებისმიერი დიდი წარმატების საწყისი წერტილი სწორედ ასეთი სურვილია. კარგი, მაგრამ როგორ ვაქციოთ ეს ცოტა აბსტრაქტული სურვილი კონკრეტულ რეალობად? აი, სწორედ აქ გვთავაზობს ჰილი ძალიან პრაქტიკულ ექსნაბიჯიან ფორმულას. მოდით მივყვეთ. პირველი, ზუსტად განსაზღვრეთ რა თანხა გინდათ. არა ბევრი ფული, არამედ კონკრეტული ციფრი. მეორე, გადაწყვიტეთ რას გასცემთ სანაცვლოდ, არაფერი მოდის უფასოდ. მესამე, დაადგინეთ ზუსტი თარიღი. მეოთხე, შექმენით დეტალური გეგმა და დაუყოვნებლივ დაიწყეთ მოქმედება, თუნდაც ბოლომდე მზად არიყოთ. მეხუთე, ეს ყველაფერი ჩამოწერეთ მკაფიო გასაგებ ენაზე. და ბოლოს მეექვსე, ეს ჩანაწერი წაიკითხეთ ხმამავლა, დღეში ორჯერ, დილით, გაღვიძებისას და საღამოს დაძინების წინ. მაგრამ იცით, მხოლოდ სურვილი და გეგმა არ კმარა. ამ კოქტეილს უნდა დაუმატოთ ორი უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი: რწმენა და თვითშტაგონება. ანუ, თქვენ უნდა გჯეროდეთ ურყევათ, რომ ამას მიაღწევთ და ამ რწმენას აძლიერებთ ყოველდღიური გამეორებით, ემოციებით. როცა ამას აკეთებთ, ფაქტობრივად, პირდაპირ ბრძანებას აძლევთ თქვენს ქვეცნობიერს, რომ თქვენი მიზნისთვის დაიწყოს მუშაობა. კარგი, გადავედით მეორე ნაწილზე. ფუნდამენტი ჩაყრილია, გონება მომზადებულია, ახლა დროა დავიწყოთ კარკასის აშენება. ანუ, ჩვენი იდეა უნდა ვაქციოთ რეალურ მოქმედ გეგმად. აი, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი. ბევრს გონია, რომ ცოდნა არის ძალა. ჰილი გვეუბნება, არა, ცოდნა არის პოტენციური ძალა. ის რეალურ ძალად მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა მას აორგანიზებდა კონკრეტული მიზნისკენ მიმართა. ჰენრი ფორდს არ ჰქონდა უმაღლესი განათლება, მაგრამ მან იცოდა, როგორ შეეკრიბა ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ საჭირო ცოდნა. ანუ, თავარი ის კი არაა, ყველაფერი იცოდე, არამედ ის, რომ იცოდეს სად იპოვო ცოდნა, როცა დაგჭირდება. შემდეგი ინსტრუმენტი, წარმოსახვა. და ჰილი მას ორ ნაწილად ყოფს. პირველი არის სინთეზური წარმოსახვა. წარმოიდგინეთ, რომ ლეგოს კუბიკები გაქვთ. ეს არის ძველი იდეები, ცოდნა, გამოცდილება. თქვენ ამ კუბიკებით უბრალოდ ახალ ფორმებს აწყობთ. მეორე კი არის შემოქმედებითი წარმოსახვა. აი, ეს უკვე სხვა დონეა. ჰილის აზრით, ეს არის კავშირი უსასრულო გონიერებასთან, შტაგონების წყაროსთან. სწორედ აქედან მოდის სრულიად ახალი, რევოლუციური იდეები, თითქოს არსაიდან. და რა თქმა უნდა, გეგმის განხორციელებისას აუცილებლად შეგხვდებათ მარცხი. ეს გარდაუვალია, მაგრამ აქ არის მთავარი გასაღები. დროებითი დამარცხება არ ნიშნავს საბოლოო მარცხს. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ გეგმა არ მუშაობს და არა ის, რომ მიზანია მიუღწეველი. თუ ერთი გეგმა ჩავარდა, უბრალოდ შეცვალეთ ის მეორეთი. თუ მეორეც ჩავარდა, მესამეთი და ასე შემდეგ, სანამ არ იპოვით იმ ერთს, რომელიც იმუშავებს. მთავარია არასდროს დანებდეთ. და აი, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი დაკვირვება ამ წიგნიდან, რომელიც ჩემი აზრით გენიალურად ხსნის განსხვავებას. ჰილი ამბობს, წარმატებული ადამიანები გადაწყვეტილებებს იღებენ სწრაფად და ცვლიან მათ ნელა. წარუმატებელი ადამიანები კი გადაწყვეტილებებს იღებენ ნელა და ცვლიან მათ ხშირად და სწრაფად. დაფიქრით აბა ამას.
მივედით მესამე ნაწილამდე. აქ ჩვენ საუბრობთ ერთგვარ კატალიზატორებზე, ანუ ამაჩქარებლებზე. ეს ის ძალებია, რომლებიც თქვენს ძალისხმევას აათმაგებს და შედეგს ბევრად დააჩქარებს. პირველი ამაჩქარებელი შეპოვრობა. ეს ალბათ ყველაზე მარტივი გასაგებია, მაგრამ ყველაზე რთული შესასრულებელი. ჰილი ამბობს, რომ ეს არის ის მენტალური ფილტრი, რომელიც გამარჯვებულს დამარცხებულის განასხვავებს. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანების უმრავლესობა პირველივე სირთულეზე ნებდება. შეპოვრობა კი ნიშნავს, რომ აგრძელებს სვლას, მიუხედავად ყველაფრისა. სწორედ ეს დაუღალავი ძალისხმევა აშენებს ხსმენას და გადაგალახვინებს ნებისმიერ დაბრკოლებას. შემდეგი, მასტერმაინდის პრინციპი. ეს არის სუფთა სინერგია, როცა ორი ან მეტი ადამიანი ერთიანდება საერთო მიზნის გარშემო, ჰარმონიულად. მათი გაერთიანებული გონებრივი ენერგია ქმნის რაღაც ახალს, უხილავ, მესამე გონებას, რომელიც ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ცალ-ცალკე აღებული მისი წევრები. ეს არის კოლექტიური გონების ძალა. ახლა მივადექით წიგნის ალბათ ყველაზე საკამათო და ხშირად არასწორად გაგებულ იდეას, სექსუალური ენერგიის ტრანსმუტაციას. ჰილის თეორია ასეთია: სექსუალური ლტოლვა არის ადამიანის ყველაზე ძლიერი ენერგია. და თუ კი ამ უზარმაზარ ენერგიას ისწავლი არა ფიზიკურად გამოხატო, არამედ გადაამისამართო, მაგალითად შენს ბიზნესში, ხელოვნებაში ან კარიერაში, შენ იყენებ გენიალურობის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს. კარგი. გვაქვს გეგმა, ვიცით ამაჩქარებლები, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ იმუშავებს, თუ არ დავამარცხებთ ჩვენს მთავარ შიდა მტერს, საბოლოო გამოწვევა, რომელიც ყველაფერს ყვეთს. ჰილი ამბობს, რომ არსებობს შიშის 6 მოჩვენება, რომელიც ფაქტობრივად პარალიზებას უკეთებს ჩვენს ამბიციას და მოქმედების უნარს. ესენია სიღარიბის შიში, კრიტიკის შიში, ჯანმრთელობის დაკარგვის შიში, სიყვარულის დაკარგვის შიში, სიბერის შიში და, რა თქმა უნდა, სიკვდილის შიში. ამათგან ერთი მაინც ყველას გვაწუხებს. მაგრამ აი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა გვახსოვდეს, შიში არ არის რაღაც რეალური გარეგანი ძალა. შიში არის მხოლოდ და მხოლოდ გონების მდგომარეობა და რადგან ეს თქვენი გონება, ესეები თქვენ გაქვთ ძალა რომ აკონტროლოთ ის, ეს მოჩვენებები დასამარცხებელია. არჩევანი და კონტროლი მთლიანად თქვენს ხელშია. და ასე ჩვენ უბრუნდებით იმას, რითიც დავიწყეთ. მთელი ეს სისტემა, ყველა ეს ნაბიჯი და პრინციპი დგას ერთ ფუნდამენტურ იდეაზე. აზრები მატერიალიზდება. ის, რასაც თქვენს გონებაში მუდმივად ატრიალებთ, რისიც გჯერათ და რისკენაც მთელი არსებით მიისწრაფვით, აუცილებლად გახდება თქვენი ფიზიკური რეალობა. და ბოლოს, როცა ეს ყველაფერი უკვე განვიხილეთ, რჩება მხოლოდ ერთი, მაგრამ ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც ახლა თქვენ საკუთარ თავს უნდა დაუსვათ. რა არის თქვენი მწველი, ყოვლის მომწვეული სურვილი?